ინდისის 11 პატიმარი ბოდიშის მოხდას და შეწყალების თხოვნას არ აპირებს. ეს პოზიცია მათ სასამართლოში გამოხატეს, სადაც მათი საქმის განხილვა გრძელდება. იკითხება ბრალდების მხარის მოწმე გამომძიებელი, რომელმაც გამოძიება ადვოკატების შეფასებით კანონდარღვევით ჩაატარა. საქმის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი დაჩქარებულად განიხილავს, თითქმის მთელი აგვისტოს ხდომებით აქვს დატვირთული. რადგან პატიმრობის 9 თვიანი ვადა სექტემბერში იწურება და თუ სანქცირებული ნინო გალუსტაშვილი განხილვას ვერ დაასრულებს, 11-ს გათავისუფლება მოუწევს. მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. გიორგი კვიჟინაძე ესწრება ამ სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში, დეტალებს ის მოგყვება. სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე ბრალდებულებმა სიტყვის უფლებით ისარგებლეს და გააკეთეს საკმაოდ საინტერესო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, რადგანაც არსებობს ვარაუდები და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულები თუ მოიხდიან ბოდიშს და მიმართავენ ქართული ოცნების მიერ არჩეულ პრეზიდენტს ყაველაშვილს შეწყალებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ისინი გათავისუფლდებიან, რაზეც ბრალდებულებამ კაფე ოპოზიცია განაცხადეს დღეს და დაასახელეს სასამართლო პროცესზე. ისინი არ აპირებენ ბოდიშის მოხდას და არ აპირებენ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტ ყაველაშვილს მიმართონ შეწყალების თხოვნით. მათი თქმით, მათ ბოდიში არ აქვთ მოსახდელი და ბოდიში აქვს მოსახდელი ქართულ ოცნებას იმისათვის, რომ უდანაშაულო ახალგაზრდები, უდანაშაულო ადამიანები ციხეში უსამართლოდ გამოკეტა. მინდა გთხოვოთ დამასრულებინოთ. დიდი ხანი არ დამჭირდება და არ დავუბრუნდები ამ თემას. საბოლოო სიტყვამდე არაფრის თქმას აღარ ვაპირებ, თუ რამე ისეთი არ მოხდა. ისეთ პერიოდში ვცხოვრობ, სადაც ინფორმაცია უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი იარაღია, ვიდრე იარაღი და არ მსიამოვნებს ერთი და იგივეს ლაპარაკი. ამას უსვამ ხაზს, რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია და სურვილი, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ესეხებათ დანარჩენებსაც. საკითხი ასე დგას. ძალიან რთულია კორექტული პასუხი მოვუძებნო. მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს. ეს ბოდიში და შეწყალება შეუძლია შესთავაზონ იმ პოლიციელებს, რუსთავაზე რომ დარბოდნენ. ბრალდება არის მოგონილი, იმიტომ რომ ინდივიდუალურად ის ვიდეომტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი პროკურატურას. ინდივიდუალურად რომ გაგვერჩია, დანაშაული არ დგინდებოდა და მოიგონეს ჯგუფურობა და უფრო დიდ ჩიხში შეიყვანეს საკუთარი თავი. მე რომ ვინმე დამეზიანებინა, ამდენს არ ვილაპარაკებდი. იმასაც ვამბობ, რომ ვიდეოზე მე ვარ. არც სიტყვერ შეურაცხყოფას უარყოფ და არც იმ ქმედებას, რაც ჩანს. იქ ჩანს, რომ არავის ამ ქმედებით საფრთხე არ ექმნება. მნიშვნელოვანი მგონია, რომ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია თანამედროვე დროში გადავამოწმოთ. როგორც რელიგიას შეუძლია თავისუფლება მოგვანიჭოს და წაგვართვას, ასე შეუძლია ინფორმაციასაც. არ ვაბერებ შეწყალებაზე მიუმართოთ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს და დღეს რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს მოწმის საუბარი, მინდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ვინაიდან ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი ხართ თქვენ და თქვენით ნახვა. შეწყალების თხოვნას არ ვაპირებ, ეს არის ღირსების საკითხი. არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში და არც ვიცი წაიკითხავს თუ არა. არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელიც ღირსების ორდენით აჯილდოვებდა ადამიანებს, რომლებაც მოქალაქეებით ცემეს ქუჩებში და მეორე დღეს სპორტსმენებს აჯილდოებს. მინდა დავამატო და მინდა მიმართო ეგრეთ წოდებულ მამაოებს, რომლებიც წვერებით დადიან. მინდა გაიხსენონ, ვის ემსახურებიან ღმერთს თუ სატანას, როცა მოუწოდებენ სულიერ შვილებს, დაფიქრდით, თავად თქვენ შვილებს როგორ უბრაგუნებდნენ და ციხეში ყრიან. ეს პოლიტიკას აღარ ეხება და ხმა ამოიღეთ. რაც შეეხება შეწყალება, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ვუერთდები ამ დროს, ვაი თქვენს პატრონს, მინდა დავამატო, რომ უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ მოსანანიებელი და ბოდიშის მოსახდელი. ჩვენ შესაწყალებელი არაფერი გვჭირს. უდანაშაულოები ვზივართ. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ. ბოდიში აქვს მოსახდელი კობახიძეს და პროკურატურას და ყველა იმას, ვინც უდანაშაულოდ ჩაგვსვა ციხეში. სინდისის 11 პატიმრის საქმეზე ახლა სასამართლოს ხდომათა დარბაზში ჩვენებას აძლევს ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ეს არის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი, რომელიც საუბრობს სასამართლო პროცესზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და მიმდინარეობაზე. როგორც განაცხადა მოწმე პოლიციელმა, 4 დეკემბერს მიიღეს საფუძველი და გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ
28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით ამ პერიოდში საპროტესტო აქციაზე გამოვლენილ დარღვევებთან და კანონდარღვევებთან დაკავშირებით წარმოებაში შესულიყო გამოძიება და მოწმემ თქვა, რომ მათ მიმართეს ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ამოეღოთ სხვადასხვა ჩანაწერები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გადაიღო საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას. საუბარი არის 11-ვე ბრალდებულის ვიდეო ჩანაწერებზე და ჩაატარეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. როგორც მოწმე აცხადებს, მას შემდეგ რაც დადგინდა იმ პირების ვინაობა, რომლებიც თითქოს და კანონდარღვევას ჩადიოდნენ საპროტესტო აქციაზე, მიმართეს სასამართლოს, რომ აღნიშნული პირების დაკავება მომხდარიყო და როგორც მოწმე აცხადებს, შემდგომში უკვე დააკავეს ბრალდებულები. საუბარია 11 ადამიანზე, ანდრო ჭეჭინაძეზე, ონისე ცხადაძეზე და სხვა პირებზე, რომლებიც ახლა განსასჯელის სკამზე იმყოფებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იცავდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. გარდა ამისა, ბუნებრივია იცით, რომ გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის მუხლით და დაუსვეს ადვოკატებმა მოწმე პოლიციელს კითხვა, თუ რაში გამოიხატებოდა ბრალდებულების ჯგუფურობა, იცნობდნენ თუ არა საერთოდ ისინი ერთმანეთს, ან რა სახის საგამოძიებო მოქმედებები აქვს ჩატარებული შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის დასადგენად, რომ დაედასტურებინა ძალოვან უწყებას, რომ ბრალდებულები ნამდვილად იცნობდნენ ერთმანეთს და ისინი ჯგუფურად ჩადიოდნენ დანაშაულს. რაზეც მოწმე პოლიციელმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის დადგენილი, ვინ არის ამ ჯგუფის ორგანიზატორი, ვინ იყო სათავეში ამ ძალადობრივი მოქმედებების. გარდა ამისა, კითხეს გამოითხოვა თუ არა საკომუნიკაციო ანძების ჩანაწერები და ათვალიერეს თუ არა ბრალდებულების ტელეფონები, ფეისბუქები და იკვეთება თუ არა რომელიმე მათგანიდან, რომ ბრალდებულები იცნობენ ერთმანეთს, რაზეც მოწმე პოლიციელმა ცალსახა პასუხი ვერ გასცა. ძირითად შემთხვევაში ის ამბობდა, რომ ანძის ჩანაწერები, სატელეფონო კომუნიკაციები, მიმოწერები არ აქვთ ამოღებული ძალოვან უწყებას გამოძიების მიმდინარეობისას, რაც შეეხება ტელეფონის დათვალიერებას და ფეისბუქის დათვალიერებას, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები მას არ ჩაუტარებია. 4 დეკემბერს აღებული იქნა განჩინება, რომლის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ყოფილიყო ის ვიდეოები, სადაც აღნიშნული იყო ის პირები, რომლებიც პატაკში იყო. ზემოაღნიშნული დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იყო ონისე ცხადაძის, ლუკა ჯაბუას, ჯანუ არჩაიას, ანდრო ჭიჭინაძის, გური მირცხულავას, სივაკოვისა და თეთრაშვილის ვიდეო მასალები. მასალა განთავსებული იყო ფლეშბეხსიერების ბარათზე, რომელიც გადმომეცა მე, ჩემი და დავით კიტიაშვილის მიერ დანიშნული იქნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები. შემდეგ კი მივმართეთ სასამართლოს ზემოხსენებული პირების დაკავების შესახებ. არსენ ხუნაშვილის დაკითხვის პროცედურა ამ წუთებშიც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ის არის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე და ამ საქმის მთავარი გამომძიებელი. გარდა ამისა, ეს არის პროკურატურის ბოლო მოწმე და ამ მოწმის დაკითხვის შემდეგ უკვე ბრალდების მხარე ასრულებს საკუთარი მოწმეების დაკითხვის პროცედურას თბილისის საქალაქო სასამართლოში. რის შემდეგაც უკვე დაცვის მხარე გადავა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევაზე და საკუთარი მოწმეების დაკითხვის პროცესზე. რაც შეეხება საქმეს, სექტემბრის ბოლომდე უნდა დაასრულოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ამ საქმის განხილვა, რადგანაც 9 თვიანი ვადა იწურება. შესაბამისად, დაჩქარებული წესით ატარებს ახლა მოსამართლე გალუსტაშვილი ამ სასამართლო პროცესებს იმისათვის, რომ არ მოუწიოს ბრალდებულების გათავისუფლება განაჩენის გამოცხადებამდე.